მირეკავს. ხო გიო? მოვიდა მე მგონი. აი ხედავთ მე მგონი. აი ხედავთ. როგორ ხარ? ჩემთვისაც მოკალათდი. წვენიც გაგიმზადე. ასე ცოტა რომ მოვღრიცო შეიძლება? თვითონ ამ გრძელ ფეხებას უჭირს ჯდომა და მე რაღა ვიქნები მოკუნტული კაცი. დედა აი ეს იცი რამ კაცრია, დაგვიწყებ ჩქარა-ჩქარაო. მიდი. გადავიღოთ, დავიწყოთ. და შენ დაიწყებ. დაიწერე და შემოვკრავ ტაშზე. 1 2 გიორგი, როგორ მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ? მოდი ვუთხრათ მაყურებელსაც რომ გიორგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ნახა ჩვენი პრომო, მოგწერა Facebook-ზე და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო მოსაყოლიც და ამბებიც გაქვს, ხო? მე დღეს ვარ ფრილანსერი, ვარ გიდი, რომელიც მომსახურებას უწევს სხვადასხვა ტუროპერატორებს. თვითონ ტიპაჟი მე ვარ ძალიან ისეთი გახსნილი, open mind, open hearted, როგორც ამბობენ ხოლმე ამერიკელები და ბრიტანელები და აღმოვაჩინე რომ თბილისი შემეძლო გამეხადა მათთვის უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო ტურისტულ ატრაქციად. მაგრამ ეს არ გახდებოდა ისეთი საინტერესო, რომ არ ყოფილიყო ერთი ადამიანი ძალიან შორეული ქვეყნიდან. და მართლა იყო რამოდენიმე წელი, რომ ეს ადამიანი სპეციალურად ჩემთვის ბრუნდებოდა, აბა ეხლა რა აღმოაჩინე, რა ექსპერიენსი გინდა, რა გამოცდილება გინდა, რომ გაგიზიარო. და აღმოვაჩინე უცებ ჩემს თავში, რომ საერთოდ არ არის და არავისი გამოცდილება არ მჭირდებოდა. ჩვენ უბრალოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ამან დიდი შთაგონება მაპოვნინა ფრილანსერ საქმიანობაში. შენ ახლა გადახვედი, გადმოხვედი, გადაუხვიე თემას. მე მაინტერესებს ის ერთი ადამიანი, ანუ ვინ იყო? თქვენ პირადი ურთიერთობა გქონდათ თუ ანუ კარიერიდან დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ორივე ურთიერთობა იყო ერთად. ეს ადამიანი რუსკა არის ჩემი ცხოვრების სიყვარული და მომცა იმხელა ინსპირაცია, რომ ის წლების განმავლობაში აღარ ჩამოსულა საქართველოში, მაგრამ მე ისევ ამ საქმიანობას ვაკეთებ და ის იყო პირველი, ვინც დამაინფლუენსა, რომ აიმე, ოდიშით გავაგრძელოთ. მე მგონი გახსენებს და მახსენებს რისი თქმა მინდა. ყველა დაფიქრდით, რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაცა, რასაც ნოტებივით უნდა გაყვეთ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ამბისთვის, რაც ჩვენ მადლობა პირიქით შენ. და მე მგონია, რომ შენს შემთხვევაში ის იყო შენი მთავარი სათქმელი, რომ საყვარელმა საქმემ გაპოვნინა საყვარელი ადამიანი. ასე რომ წარმატებები და იმედი მაქვს, რომ კიდევ შეხვდები შენს საყვარელ ადამიანს, იმიტომ რომ საქმიანობაც ისეთი გაქვთ, დაფრინავთ, მოკლედ თქვენ ორივე, შესაბამისად თქვენი გზები კიდევ გადაიკვეთება. უღრმესი მადლობა რუსკა, ნამდვილად რომ მომეცი იმის შანსი, მე თქვა ის რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა. ჩვენ სხვათა შორის ყველას ვაძლევთ იმის შანსს, რომ თავიანთი სათქმელი თქვან და მოდი ზურა ახლა ტრადიციულად ერთი ფოტო გადავიღოთ. აბა, ავდგეთ? ავდგეთ.